რომელიც იყოფა ორ ჯგუფად. ძირითადი ინსტრუმენტები და დამხმარე ინსტრუმენტები. ძირითადში შედის მასები და ელევატორები. დამხმარეში შედის, ესე იგი მასები, ელევატორები ძირითადი ყოფილა. დამხმარეში შედის რასპატორი, მაგალითად, ჭირდება ისე კნის გამოგებას ვერ მოახდე. კოვს რო ეძახიან ეგ არის? არა, კოვზია, კოვზის ფორმა აქვს. ანუ მაგალითისთვის ვამბობ, ესე იგი, უნდა იცოდეთ, დამხმარე ყოფილა რა? რასპატორი. ასევე ბორმანქანა, თქვენ როგორც ოლმეგოთერაპიაში ხო ძირითადია ბორმანქანა. ჩემთვის დამხმარია, მე ბორმანქანაში ხო სულ არ დამჭირდეს ის ამღების დროს. შეიძლება უფრო გართულებული ექსტრაქციის დროს, ჩატეხვის დროს, მარტო ფესვები როა მაშინ დამჭირდეს. ანუ ამიტომ რა ყოფილა? დამხმარე. ესე იგი, რასპატორი დამხმარია, ბორმანქანა დამხმარია, ქირურგიული კოვზი თუ ჭირდება, იქ ანთება იყო და უნდა გამოვხიყო, რა თქმა უნდა დამხმარია. არის კიდე სატეხი დამხმარე, როგორია იქით სატეხი. აი ესეთი ფორმა აქვს, როგორც ეს რო აქვს ბრტყელი. მერვე კბილზე ჩაქუჩი ადრე იყენებდნენ. ჩაქუჩი ჩვეულებრივ ოთხის არის, მას ზუსტად ჩაქუჩის ფორმა აქვს. ანუ რასპატორი, ბორმანქანა, სატეხი, ჩაქუჩი, პინცეტი. შეგიძლიათ თითის მაგალითად პინცეტით გადაწიოთ ლოყა თუ უფრო თქვენთვის კომფორტულია. პინცეტი, ესენი ყველა არის რა? დამხმარე ინსტრუმენტები. ძირითადი რომელი? მასა და კიდე ელევატორები. ბავშვებო, ზედა ყბას, იცით როგორ არის მასები? თავის დროზე შექმნილი. ზედა ყბას თავისი მასები აქვს, ქვედას თავისი. ესენი ერთმანეთზე რომ მოყვდე, ვერ ამოიღებ კვერს. აუცილებლად არ დაედება. ანუ ზედა ყბის მასები სხვა არის, ქვედა ყბის მასები სხვა არის. ზოგადად მასები, ფორმა, ყველაფერი გათვალისწინებულია რა იცით, რატო არის, რომ ზედა ცენტრალური ქვედას ვერ ამოიღებ, ან მოლარის, იმიტომ რომ ისინი ზუსტად იმეორებენ კბილების ანატომი, ანუ გვირგვინების და ფესვების. რას? ანატომიურ ფორმას. აი მაგალითად ეხლა ცენტრალური გვერდითი საჭრელი, ეშვის გვირგვინი და მოლარების ერთნაირია? ნახე ამათ ფესვების რაოდენობა სხვა, ფესვებიც ზოგი შეჭრეტილია, ზოგი წინა, ზოგი უკანა, საღეჭი ზედაპირები აქვს, ამას საჭრელი აქვს. მიხვდით, ხო ანუ რას იმეორებენ? მათ თავისებურებებს. კერძოდ რა არის? რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ესე და ქვედა და ჯგუფები? ანატომიური ფორმებით. ხო სწორი ვარ? და არის ჯგუფების მიხედვით მასები. ანუ ზედა გვაქვს მე ხა ჩამოვთვლი. სამი ჯგუფი პირდაპირი, ესისებრი და ხიშტისებრი. ვიმეორებ, პირდაპირი, ესისებური, ხიშტისებური. ქვედა ყბაზე გვაქვს ორი ჯგუფის მასები. ესენია ნისკარტისებური მასები და მეორე ჰორიზონტალურ სიბრტყეში მოხრილი მასა. ეს უბრალოდ ჩამოვთვალოთ. ეხლა მე მარტო აგებულებას გეტყვით თქვენ მასების და დანარჩენს დღეს დავამთავრებ. მასები რისგან შედგება? აი მაგალითად. ნახეთ. დაგხვით მასა. ყველა ესე. პრინციპში რატო გადმოვაწყო ერთად დავაწყე და სხვა ისედაც დავაწყე უკვე. ნახეთ, რისგან შედგება მასა. ესენი რა იქნება? სახელურები. ხო? აი ამას ბავშვებო, აი ამას ქვია ჩამკეტი მექანიზმი. და აი ამებს ქვიათ ლოყები ან ტუჩები, ზოგი ესე ეძახის, ზოგი ისე. ესე იგი, რისგან შედგება მასა? სახელური, ჩამკეტი მექანიზმი და ტუჩებისაგან. ლოყები ან ტუჩები. რამდენი ნაწილი გამოვიდა? სამი. ზედა ყბაზე რამდენი ჯგუფის მასა იყო? სამი. ნახე, პირდაპირ ვთქვათ, სამი ნაწილისგან შედგება. ესისებური მასები. სამი სახელური, ჩამკეტი და ლოყები ან ტუჩები. და მესამე ჯგუფი იყო რომელი? ხიშტისებური მასები. აი ამ აგებულებას ვიკითხავ მასების და იმიტომ აი გიხსნით ამას. ხიშტისებურ მასებს ამათ ხო სამი ნაწილი აქვს. ნახეთ ახლა ამას რა აქვს? სახელურები აქვს? აქვს. ეს ჩამკეტი მექანიზმი? აქვს. აქვს. აბა მითხარი, ამის ლოყები ან ტუჩები რომელი იქნება? წინა არა? ხო, დააგე ხელი კი არ გიკბეს. აი ესე. გაუსვი ესე, მაინტერესებს საიდან სანამ. აი ეს.
აბა რა დაგჭა ახლა რაღაც. ეს ზედა მხარე. ნახეთ. ხედავთ ამ აქედან აქამდე როა. ეს არის დამაკავშირებელი რასა და რას შორის? ლოყებსა და შამკეთს. ასევე სახელურებს შორის. ანუ ხიშტისებურმაშა რა აგებულება მითხარით რამდენი ნაწილის შედგება? 4. სახელურები, ჩამკეტი მექანიზმი, დამაკავშირებელი, ანუ შემაერთებელი ნაწილი და შემდეგ ლოყები. ანუ ეს ნაწილი დაიხსოვეთ ლოყებს აკავშირებს ჩამკეტ მექანიზმთან და ასევე რასთან? სახელურებთან. აი ეს ხიშტისებურია ორი. ნახე, ამასაც ნახეთ. მიდის სახელურები, მოდი მითხარი. ჩამკეტი, სახელური, ხო. ეს არის სახელური, ეს არის ჩამკეტი, ეს არის დამაკავშირებელი ღერძი, და ლოყები ან ტუჩები. ანუ 4 ნაწილისგან შედგება. ეს რაც შეეხება ზედაპირს. ეხლა ქვედახრის ამ მასების აგებულება განვიხილოთ. ნახეთ, რა ქვია თქო ქვედახრის მასებს? ნისკარტისებური, ხო ვთქვი? ქვედახრის მასები ორი ჯგუფია. ნისკარტისებური და აი ამას ჩაკიცხებ თავში შემდეგ. ნახე. იცით ვისაც ვეუბნები. ვაიმე, ნახეთ რას გიზავთ ამეებს რო ვერ ამიხსენ, მან რო ხარ მიყუჩებული. ხულაზე არც თქოს ვინმე ხმარდა. ესე იგი, ორი ჯგუფია ნისკარტისებრი და მეორე იყო ჰორიზონტალურ სიფრთხეში მოხრილი მასა. აგებულებას განვიხილავთ აქაც ბავშვებო. მე ამ მასებს ჯერ საჩითაოდ აღარ ვასწავლებ და შემდეგზე განვიხილავ. თქვენ ეს მომიტანეთ, მე რაც აგიხსენით. რისგან შედგება? აბა მითხარით, ნისკარტისებრი, სახელური, მერე ჩამკეტი მექანიზმი და ტუჩი. ნისკარტები ქვია ქვედა, ტუჩებს და ლოყებს უფრო იშვიათად ხმარობენ. ნისკარტი. ანუ ნისკარტისებური მასა ქვია. 3 ნაწილი აქვს. ნახე? ვთქვათ, ცენტრალურის გვერდით საჭრელის, ეშვის, პრემოლარის, მოლარის, ნახე? პირველ მეორე მოლარის. ყველას აქვს სახელური ჩამკეტი, ნისკარტის სახელური. ეს ყოფილა ჰორიზონტალურ სიფრთხეში მოხრილი მასა. ეს მასა ბავშვებო ერთადერთი ქვედახვაზე სიმსის კბილის არის. სხვა არაფერს. აბა ამას რამდენი ნაწილია? 4. აბა მითხარ. ჩამკეტი, დამაკავშირებელი და ხო, აი ნისკარტი. რომელია დამაკავშირებელი. რატო ქვია? ამას ვერ იხსოვებენ, კაცო, ჰორიზონტალურ. ეხლა დაიხსოვეთ, ნახე შეხედეთ. რატო ქვია? იცით ამას ჰორიზონტალურ სიფრთხეში მოხრილი მასა. ნახეთ მოსიბო. სახელურები, გაყევით, ჩამკეტი და აქედან აქამდე ხოა დამაკავშირებელი ნაწილი. როგორ სიფრთხეშია? ჰორიზონტალური. ერთი სიფრთხე, ოღონდ ესია? არა, ანუ ჰორიზონტალურში. და ეს ნისკარტები აი ამ 10 მიმართ არის როგორ? მოხრილი. ანუ ესენი ხო ჰორიზონტალურად არის ესენი. სწორად. ერთ სიფრთხეშია ყველა. ეს ნისკარტები აი ამ სამივეს მიმართ მოხრილი, ანუ ამ ჰორიზონტალური სიფრთხეს მიმართ მოხრილი. ესეც ასე ხო არ არის სწორად. ამიტომ დაარქვეს ჰორიზონტალურ სიფრთხეში მოხრილი მასა. ვერ აღიქვამენ, ამიტომ გიხსნით, რატო ქვიაო, ზოგჯერ უკითხავთ რა ბოლოს. ამიტომ გეუბნებით. ეს არის სახელური, ეს ჩამკეტი, ეს დამაკავშირებელი, ყველა აი, ნახეთ, აი, ყველა არის ერთ ჰორიზონტალურ სიფრთხეში. ეს ნისკარტები ამათ მიმართ მოიხარა. ამიტომ დაარქვეს ჰორიზონტალურ სიფრთხეში. ხო არ დაარქვეს სახელურების ჩამკეტის გადამყვანის მიმართ მოხრილი, ანუ რადგან ესენი ყველა ჰორიზონტალურ სიფრთხეშია, დაარქვეს ჰორიზონტალურ სიფრთხეში მოხრილი მასა. გასაგებია? ნისკარტისებური მასები, რატო ქვია ქვედახრის მასებს? ეს ნისკარტები როგორ არის ჩამკეტის და სახელურების ჰორიზონტალ. მოხრილი, არა, მოხრილი არის ეს ბლაგვი კუთხით. მახვილი კუთხით რო იყოს, ესე უნდა იყოს. სწორია? 90-ზე ნაკლები ნახე, 90-ზე მეტი, ანუ ნისკარტებს მოგაგონებსო და ამიტომ დაარქვეს ნისკარტისებური მასები. გავიგეთ? წადის